ზურაბ ნოღაიდელი თანაგუნდელებთან ერთად ხვალ მოსკოვში ჩადის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის ლიდერის განცხადებით ის იძინა რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდება. მოსკოვში ვიზიტისას განიხილავენ ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლების, რუსეთს საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის, საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტის განახლების და რუსეთში მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების რეგისტრაციის საკითხებს. ნოღაიდელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვში უკვე მესამედ ჩადის. უიმედოთ რომ ვიყო ეს მიდან ყველას კარგად რეგისტრაციასთან, პარტიასთან და ფრაქციასთან გვექნება ძირითადად შეხვედრები, თუმცა სხვა შეხვედრებიც გვექნება, მაგალითად იგივე ევგენი პრიმაკოვთან კვლავ მექნება შეხვედრა, შეთანხმებული ვართ უკვე შეხვედრა დანიშნულია და 4 საკითხი, რომელზეც მანამდეც ჰქონდა საუბარი, რომ ჩვენი ორი ახალგაზრდა ბავშვი პრაქტიკულად 16-17 წლის ბიჭები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ცხინვალში საპატიმროში, რომელსაც შეიძლება მალე იქნან გათავისუფლებული, რომელსაც შეიძლება სწრაფად აღდგეს საჰაერო მიმოსვლა, რომ აღდგეს ექსპორტი თუდაც მცირე მასშტაბით